ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე საუბრობს და მთავრობას ბრალდებებს უყენებს. დღეს ოპოზიციამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა. უმცირესობა ამტკიცებს, რომ მარნეულში პრემიერის და კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ჩასვლის გამო დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს. ამის მიზეზი, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. პრემიერმა თავის ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ხედავს დავით ბაქრაძის ძალიან ბევრ პლაკატს. გუშინ პრემიერი ჩადიოდა მარნეულში და წინსწრებად წინა ღამეს ზედამხედველობის სამსახურმა გაანადგურა დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა. ჩამოხია აბსოლუტურად ყველა პლაკატი და საღებავი გადაასხა მის ბანერს. ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, არა მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის გამო, არამედ ეს ცხადყოფს იმას, რომ ბიუროკრატია, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თუ სხვა, პრემიერის განცხადებებს იღებენ როგორც მითითებებს.